Спасибо. Илья, Милена. ნახატი რამოდენიმე წამში. გას? მე თმამხრებამდე არა მაქვს. გეკნება მალე. ეგ შენ გავიდახადე? არა. მაშინ არის. ესეთ გამბრაზებული. ზადი გამბრაზებული ხა გამბრაზებული ხარ. ეგ ნასკები გაიხადე და სხვა ჩაიცვი. არა, მაგალითი. ყველაფერი კამილაში გახდა. აი მე ეხა მოვყარო, დავალაგო იქ ყველაფერი და შენს მოსვლამდე დაგახვედრე ზუსტად 5 წუთს მინიმუმ. მინიმუმ. აჰა, ამ დროს მანდ არის 30000. ამ დროს ხო, ზუსტად 5 წვილი ვიყიდე. სპეციალურად ნახე საწოლი განაავაგა. განაავაგა საწოლი. აი ესე დაგახვედრე შენს საწოლს თიც არ დავადებ. ნახე ამ საწოლი მაშინ მწირდებს. ასეთ სეკუნდაში დასას მაშინ იგივე ხდება, იცი? არა, დე რა საჭიროა ალაგება თუ საღამოს მაინც წვები. მიდი ხარ. აბა პეთხუმა გოგო უნდა იყო? ხო. არა. კი. გოგო უნდა იყო. აუდეი აკლივი და მეკიდა. სპეურა მინდა, ჩემ ტრატორ გამოიტანე. გუშინ დააცხელოდა, ხო? გაგი შედარებით დღესთან შედარებით კი. გადარეული ბავშვი. არა, არ უნდა ცხელა. ეხაც სე. მიყარ ხარ? აღარ ნუ ყვირი. ჭკვიანა დედა. აიმე. ეს ვინ არის ეს ბავშვი ღმერთო ჩემო? კაი, ესმები ახლა მე რომ მიშლის რა გავაკეთო, საჭმელი უნდა გავაკეთო და კაი, უკან გადავაგდებ, ესე იმედი არაფერი ჩამივარდება, აქ ხვალ წეული მაქვს და აი ესეთი ამბები მეგობრებო. ავედი მე მივხედა რაღაცები კიდე მაღაზიაში და ეხლა უნდა გადმოვალაგო, ეს ფარში გავამზადე, კატლეტებს გავაკეთებ და პიურესაც მივაყოლებ. ქათმის ფარშია. გამზადე. მილე. აუდე. აბა წადი, აბა შენიცი. დასვენებლებზე უნდა ვასწავლო ქეთინოსა ტელეფონის ხმარებაო. დედა. დასვენებლებზე ქეთინოს ტელეფონის ხმარება უნდა ვასწავლო. აქედან მიყვრის. არა, ესე კი არ ვიყავი, შემოსაცმელი მეცვა. მეთქი რისთვის მეძახი, ისა რაღაცა დავავისხდა თქო. ტელეფონის ხმარება უნდა ვასწავლო ქეთინოს. მოკლედ, ეს ფარში. რაღაცები მიდევს აქ გასამშრალებელი, რომ რა ვიცი. მეგობრებო, როგორ ისმის ჩემი ხმა? გავიკეთო მიკროფონი. ავიწყდება სულ ეს მიკროფონი ხოლმე. აბა იმედია კარგად ისმის ჩემი ხმა. რა სიტყვით? ესეთი მიკროფონი მაქვს. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ K9.
თუ იმე საინტერესებს. რუბრიკა რა ვიყიდე მაღაზიაში? 6 ცალი ბანანი, 3.85 გამოვიდა 1 კილომდე. არც ისეთი დიდები, არც ისეთი პატარები. რაღაცა მომენატრა ბანანი. ზეთი. კილო ნახევარი კარტოფილი. კარტოფილის კილო არის 2.35, 3.16 დამიჯდა. შემდეგ აზერ ჩაი, ძალიან გემრიელი ჩაია, სხვათა შორის მიყვარს ძალიან. დღეს ფასდაკლება იყო. ირაკლის ჭვავის პური. იუბილეინოე 2 ცალი ერთად, ამაზეც ფასდაკლება იყო, ზუსტად არ მახსოვს, 2.50 თუ არ ვცდები. ერთი ესეთი პური წითელი დიღმის. ერთი დაჭრილი პური ბავშვებს ბუტერბროდებისთვის. 1 კილო ქვილი კატლეტებისთვის, საფანელისთვის არ მქონდა. როგორც ასეთი საფანელი არა მაქვს და ეხლა ძალიან სწრაფად უნდა მივხედო საქმეს. პიურე უნდა დავადგა. ეხლა არ ვიცი რამდენი დავადგა. ბევრს ვაკეთებ, ცოტას ვაკეთებ. უბრალოდ ცოტას ვაკეთებ და არავის არ ყოფნის, ცოტა მეც ვაკეთებ და რჩება. აი ეს ქვაბი მიყვარს პიურესთვის. ეს ესე დავდო, ჯობია. და ეხლა ჯერ ერთი პარტია კატლეტით დავიწყო თუ პიურე. მოდი პიურეს დავადგა უცებ. პიურე უფრო დიდხანს იხარშება ხოლმე. მამა იმ ჩავიკვეხო უკან. აბა როგორ ხართ? ჩემო ძვირფასებო? ხო ხართ ყველა კარგად? მოკლედ ალბათ უკვე ყველა მიცით, გუში რო დავდე ვიდეო, სახლის სანახავად რო ვიყავით. რა თქმა უნდა, აქვს თავისი პლუსებიც და მინუსებიც. მაგრამ ნუ ეხა მინუსების გარეშე არსად არ იქნება და მთლად ისეც არ იქნება ყველაფერი ჩვენ რო გვინდა. მაგრამ ნუ რა სიზაო, რაღაცაზე უნდა თვალი დავხუჭოთ, რაღაცაზე უნდა უარი ვთქვათ. მაგრამ ნუ კარგი ვარიანტი კი იყო. გასაკეთებელი ნამდვილად ძალიან ბევრია. მაგრამ ამაზე მეტი კიდე რაღაცის თქმა, ნუ იმის გარდა რომ ჯერ კიდევ ეს ბინა არ გაიყიდა, ძალიან ძნელია. იმიტომ რომ ეხა რაღაცაზე ფიქრი ასე უაზროდ კი შეიძლება დაუშვათ. თვალი დავხუჭოთ იმაზე რომ ბინა ჯერ არ გაიყიდა ჩვენი. უბრალოდ ვიმსჯელოთ. მოდით ასე ვქნათ. რა იყო გასაკეთებელი? გასაკეთებელი ფაქტიურად ძალიან ბევრია მართლა. რომ არ მოგატყუოთ და ალბათ თქვენ თვითონაც იცით. მართლა ძალიან ბევრია. ჭერი, კედლები, იატაკი, კანალიზაცია შეყვანა უნდა, წყალი, დენი, ნუ მოკლედ ყველაფერი ფაქტიურად გასაკეთებელია. გაზი, მერე გათბობის მილები, ეს ყველაფერი ძვირი ჯდება კი ვიცი. მაგრამ თვითონ ბინის ფართიც არის დიდი. რა თქმა უნდა, კიდევ განვიხილავთ ვარიანტებს. რა თქმა უნდა, ჯობია, რომ უფრო მოწესრიგებული იყოს და დაუშვათ არაფრის კეთება აღარ დაგჭირდეს. იდეაში ეგრეც გვინდოდა.
მოკლედ ვეძებთ რა. ეგრეც არ გვეჩქარება ეხლა რომ ვაი და პირველივე ვარიანტს ვეტაკოთ. თან თითქოს ეგრეც არ მინდა რომ აი ხა დაუშვათ ის გუშინდელი სახლი ვიყიდეთ. ფაქტია რომ ეგრევე ყველაფერს ვერ გავწვდებით და ვეცე ეგრევე და ვიყიდო. და მერე რაღაცები გავაკეთო და რაღაცები გასაკეთებელი დამრჩეს. აი ეგეც არ მინდა ძალიან, იმიტომ რომ რაც დაუმთავრებელია, დაუმთავრებელი დარჩება, წლები ვიცი ზუსტად. მერე ან მივა მაგამდე საქმე კიდე ან არ მივა. გუშინ და გუშინ წინ თავბრუნე ხვეო და საშინლად, ესე იგი, მე როგორი გაფუჭებული კარტოფილია შევწუხდი. 1 საათი მოვმდი. რაღა დარჩა ამ კარტოფილისგან. საშინლად თავბრუნე ხვეო და გუშინ წინ. დღეს ცოტა არ ამიშავს. მართლა ზოგჯერ უკვე მეშინია ხოლმე რამე ხო არ მჭირს ისეთი რატომ ხო ეს თავბრუნს სულ ამ ბოლო დროს. მე არ იყიდე ჩემნაირი? რანაირ ვიტამინს აღარ ვსვავ, ესე იგი B12-ს ვსვავ. ანუ ფოლიუმის მჟავას. C ვიტამინს ვსვავ. კიდე რა ვსვავ? D ვიტამინს ვსვავ. მაგნისს ვსვავ, კალიუმს ვსვავ. და მაინც კალიუმი უნდა გადავიმოწმო 1-5 დღეში, მე მგონი 5-ი გადამრჩა, როგორც კი დაამთავრებო, ეგრევე გადაამოწმეო მითხრა. და თუ ესე იგი ნორმაში არ იქნება ჩემი კალიუმი, სავარაუდოდ გადასხმები დამჭირდება. ოდნავ ეს გულის არეში ჩხვლეტებმა გამიარა. მაგრამ აი სრულად რომ გითხრათ რომ ძალიან კარგად ვარო, ნამდვილად მოგატყუებთ. მაინც რო იტყვია ხოლმე ასაკმაინც ის არასოდეს არ მეჯერა რომ ნამდვილად შეიძლებოდა 30 წლის მერე, ანუ ფაქტიურად 30 წლის მერე არა, 35 წლის მერე რაღაცა დამართნოდა, რაღაცების ტკივილი დაეწყო. მეგონა ამას ყველაფერს იგონებენ და არ არის ეს სიმართლე ყველაფერი, თუმცა აღმოჩნდა რომ სიმართლეა. წარმოიდგინეთ, არ მეჯერა. მეგონა იგონებენ ყველაფერს, რა დროს ტკივილებია მეთქი და ეგეთი რაღაცეები 35 წლის, 30 წლის მერე. თურმე სად ვბანაობდი, მე არ ვიცოდი. თურმე მართლა ისეა. თქვენც გაწუხებთ რაღაცეები, აი ვინც ცოტა ჩემი ხნის არის. ანუ თან რო ხუმრობენ ხოლმე ამ პოსტებში. ვითომ ადრე კოსმეტიჩკა მედო ჩანთაშიო, ეხლა კიდე პატარა აფთიაქი დამაქვსო ჩანთითო. მეგონა ეს ყველაფერი მე არ შემეხებოდა, მაგრამ რო იტყვიან ხოლმე никогда не говори никогда. არასდროს არ თქვა არასდროს და მივარდა რაღაც ავიღებ ახლა. ასე რომ არაფერში დარწმუნებული არასოდეს არ შეიძლება იყო.
უცებ ეხლა ამასაც მივხედავ. მეგობრებო, ისმის თუ არა ჩემი ხმა მაინტერესებს კარგად. დავტენო მე ეს მიკროფონი, თორე დამჩა ასე. უყურადღებოთ რაღაცნაირად. აი მე საზერჩაი როგორ მიყვარს. დღეს ამას დავაგემოვნებ აუცილებლად. ირაკლი ჯერჯერობით ეძებს სამსახურს. თუ ვიმეს რამე კარგი ვაკანსია გაქვთ მეგობრებო, მომწერეთ აუცილებლად. თორე ეს უმუშევრად ჯდომა ძალიან ძნელია, მით უმეტესად რომ ფაქტიურად მარტო ირაკლი მუშაობს ოჯახში. მუშაობდა. მე კიდე ამ ოჯახის გადამკიდე და ბავშვების გადამკიდე. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვახერხებ. არა და ძალიან მინდა, მაგრამ ნუ რა ვქნათ. ამ ეტაპზე ალბათ კიდე 1-2 წელი ჯერჯერობით ბავშვები უპირველეს ყოვლისა და მერე ვნახოთ იმედია რამე გამოჩნდება. ჩემთვის და ირაკლი აქტიურად ეძებს. თუ ვიმეს გაქვთ კარგი ვაკანსია, მომწერეთ, რა ვიცი, ვეძებთ ჩვენ თვითონაც ყველა საიტებზე და ძალიან ასე ვთქვათ, აქტიურად ვეძებთ თან. ძველი უთო მქონდა ძალიან დიდი, რომელსაც არ ვხმარობდი და გავყიდე ონლაინ. არ მჭირდებოდა მაინც უაზრო თიდო და კარგ მდგომარეობაში კი იყო, მაგრამ იმხელაა დიდია ძალიან თავისი პაროგენერატორით და მთელი ამბებით. და მაგის თავი მე არა მაქვს, მაგას ვერ ვხმარობ ნამდვილად. და ეხა კურიერი გამოგზავნა იმ ვიღაცამ და წაიღებს. კარტოფილი დავადგა ეხლა. დღეს ცოტა ნაკლები გაკვეთილი აქვს კამილას და ცოტა ადრე უნდა გამოვიყვანო, იმედია. არ დამავიწყდება დღეს ცეკვა, კი არა და ხატვა დამავიწყდა თითქმის. ძლივს მიუსწარი, რა ვიცი როგორ. ბოლო წუთს გამახსენდა. ასე რომ მეგობრებო, ასევე კერძო სახლებსაც რა თქმა უნდა, თუ რომელიმეს რამეს წესიერს ნორმალურს მიადგებით, მადლობელი ვიქნებით, თუ გამაგებინებთ. ლოკაციას არა აქვს მნიშვნელობა. თავარია რომ იყოს სკოლასთან ახლოს და ნორმალურ მდგომარეობაში. მეტი ისეთი არაფერი არ მინდა მაინც და მაინც.
ეს სადმე გავუწიოთ, ორი მე შეხედება მთელი ქვეყანა. ყველაფერი. საფანელი გავამზადო ახლა. ეს მინდა და მანკა, ანუ ცოტა მანკას ურევ და ცოტა ქვის. ზოგადად საფანელი არასოდეს არ მაქვს ხოლმე რა. ქვილი საერთოდ აღარ მქონდა. მოვურიოთ ერთმანეთში და პატარ-პატარა კოტლეტები შევბრაწო. პატარა, იმიტომ რომ ჩემ ბავშვებს ესე უყვართ. ზომა თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, რა თქმა უნდა, ყველა თავისით აკეთებს, როგორც უყვარს. მე ამაში ვერავის ვერ შევედავები და შევეკამათები, ვისაც როგორ უყვარს, ისე ამზადებს ყველა. და კიდე ხელებს ვისველებ ხოლმე, აი ესე პატარა ჯამში ვიღებ წყალს და ვისველებ ხელებს, სანამ ფარშს მოვუკიდებ, იმიტომ რომ ესე უფრო კარგი ფორმის კოტლეტები გამოდის სველი ხელით. თუ არა დაიკრავს ძალიან ხელი, ქვილიანი დაუშვათ ან მშრალი ხელი. ბავშვებს ძალიან უყვართ ეს კოტლეტები. თან პიურესაც ისე ჭამენ, რომ ზემოდან რძეს ამატებენ ამ პიურეს. ისედაც რძიან პიურეს, ანუ რძით ხო ვაკეთებ პიურეს და ისედაც ზემოდან მე რძეს ამატებენ, კიდე რომ ამდენი 1-2 სანტიმეტრი ზემოდან რძიადეს. და მე მილენა იღებს და ამ გაკეთებულ უკვე გამზადებულ კოტლეტს იმ რძეში ესე ყოფს და პიურიან რძეში ესე ყოფს და ესე ჭამს და ვაიმე როგორ ჭამს და რატო შრება მასე მე არ ვიცი. მაგრამ ესე უყვარს. რა ვიცი, თავისით მოიფიქრა რაღაცნაირად ესეთი ხერხი და რა სიზავ, ესე უყვარს. Вот такие дела, чему дверь спасибо. საერთოდ იცით რას ფიქრობ? ღმერთმა ყველას ჩვენი ფიქრები და ნატვრები შეგვისრულოს, როგორც ჩვენ გვინდა, იმიტომ რომ ნუ ადამიანი იმდენ რამეზე ფიქრობს და იმდენი რამე უნდა რომ გამოუვიდეს, და თუ კი არა და როცა გამოზდის, მაშინ არის ალბათ უბედნიერესი ეგ ადამიანი. იმიტომ რომ ფიქრობ რაღაცაზე, გულით რო გინდა რომ გამოგივიდეს და მერე რო გამოგდის, აი მაგაზე დიდი ბედნიერება მე მგონი არაფერი არა ვიცი. ნუ გარდა რა თქმა უნდა ბავშვების კარგად ყოფნისას. აი ბავშვების კარგად ყოფნა ყველაფერს მირჩევნია რა თქმა უნდა, მაგრამ საკუთარი თავიც არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს და არაფერზე არ უნდა გავცვალოთ ჩვენი
თავი. ჩვენი საკუთარი თავიც უნდა გვიყვარდეს კი არა და პირველ რიგში ჯერ ჩვენი თავი თუ არ გვიყვარს არაფერი არ გამოვა. ცოტა ხანი გავთიშე, მიკროფონი მე მგონი მუშაობს ხო? და ამასობაში აგერ კატლეტებიც უკვე გავამზადეთ. იგორა და აგერ იქ კიდე მაქვს. იურეც მზადდება. მოდით ერთი ცალი დავაგემოვნოთ. ცხელია ჯერ. მერილია ძალიან გარედან ხრაკუნაში მინარბილი. კარგია. ასეთი ამბები ჩემოძვირფასებო, ყველას წარმატებებს გისურვებთ, როგორც ყოველთვის. მითითებულია პირადი ნომერი დაბლა, სადაც ლიბერტიზე ან TBC-ზე თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ ჩაგვირიცხოთ ნებისმიერი თანხა. მითითებულია ასევე იმეილი, სადაც შეგიძლიათ მოგწეროთ და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ საკითხზე. ანუ რეკლამას გაგიწევთ ან რა ვიცი რაღაცა შემოთავაზებები თუ გაქვთ და ასე შემდეგ. მოგწერეთ. ასევე მითითებულია ჩვენი Facebook გვერდი ჩემ მთავარ გვერდზე. თუ არა და მოვწერეთ კომენტარებში და მოკლედ ყველა საკითხს მოვაგვარებთ. მიყვარხართ ძალიან, მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ. ბევრი ლაიქები და კომენტარები. თქვენიცით წარმატებული დღე ყველას. კარგად.